დღეს თეატრალურმა საზოგადოებამ უკანასკნელ გზაზე საქართველოს სახალხო არტისტი გურამ საღარაძე გააცილა. კინოსა და თეატრის გამოჩენილი მსახიობი, მხატვრული კითხვის დიდოსტატი 17 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიყვარხარ ძლიერ რაც გადის დრო და ხანი მე უფრო მეტად მიყვარს შენი პატარა და რუსთაველის თეატრში გურამ საღარაძე 1951 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა. თეატრის წინ 2006 წელს მისი ვარსკვლავი გაიხსნა. გურამ საღარაძეს მინიჭებული ჰქონდა სახალხო არტისტის წოდება და იყო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი. ეს შეუძლოა თითქმის შენ ერთს გეკუთვნის ყველა ცნობილი მსახიობი ოზურგეთელმა თეატრალებმაც გაიხსენეს და გარდაცვლილ ხელოვანს პატივი მიაგეს. არა, ესეთი ტალანტები, როგორც იყვნენ ეს. მაგათ მერე ჯერჯერობით ასე გამოჩენილები არ არიან, უდიდესი დანაკლისი არის, როცა ასეთი სიყვარულია. სპექტაკლი იყო ასეთი მიხეილ თუმანიშვილის, იქ იყო ბრწყინვალე გურამ საღარაძე. თვითონ პიროვნება იყო ესეთი, სულ გაღიმებული სახით. მე ის არ მინახია, რომ ან მოწყენილი და სულ მხიარული იცინოდა და ძალიან გულწრფელი და გულხია პიროვნება იყო. ჩვენ ძალიან ბევრჯერ და ძალიან ლამაზი საღამოები გვახსენდება რომან ლომინაძის ოჯახში, ბატონი გურამის, ბატონი ეროსის და სხვა ცნობილი ბატონი რამაზის აც გარდაცვლილების სამწუხაროდ ყველანი გარდაცვლილები არიან და ჩვენ ვიყავით როგორც ახალგაზრდა შედარებით ახალგაზრდა მსახიობები მონაწილეები ამ შეხვედრების და ურთიერთობების. აი ეს დიდი კორიფეები, რომლებიც იმ ეპოქამ შექმნა ნელ-ნელა მიდიან და თითზე ჩამოსათლილი რჩებიან, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ იმედს ვიტოვებთ, მათ გაზარდნენ ისეთი შესანიშნავი თაობები, რომლებიც გააგრძელებენ მათ გზას და კვალს და ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში თავიანთ სიტყვას იტყვიან.